2004 წლის 14 დეკემბრის ღამეს სიღნაღის რაიონში მკვლელობა მოხდა. სოფელ ტიბაანის მკვიდრი ნასყი და ალავერდაშვილი საკუთარ სახლში დანით მოკლეს. იმავე ღამეს გაირკვა, რომ მკვლელობა ქურდობის მიზნით არ იყო ჩადენილი. მკვლელობის მეორე დღეს 15 დეკემბერს შებინდებისა სოფელ ნუკრიაში მაზიაშვილების სახლს პოლიციელები მიადგნენ. კარები რომ გამოვხსენი, კარებს უკან დავიმალე, შემეშინ დავიცოდი, რომ კარები დაკეტილი იყო, მე თქვი ამ შუაღამისას ვინ უნდა იყოს მეთქი. პოლიციის სტუმრობას ოჯახში ანა, მისი მეუღლე გელა კიკილაშვილი, გელას ტიბაანელი ბიძაშვილი ფრიდონ გურაშვილი და ანას დედა, ციალა მაზიაშვილი შეესწრნენ. ხუჩა ჩაკეტილი ქონდა დაბორიდან გადმოხდნენ. ჩავლეს ხელი მე რა ვიცი იქით მილიცია რა საუნდა რაღაცა დანაშაული გაქონდა, ვეუბნება რა დავაშავე რა არისთვის და რა ვიცი არაფერი არ შენაო გაჩუმდი, აქეთ მუქარები დაიწყეს და წაიყვანეს რა. პოლიციამ გელა კიკილაშვილი და ფრიდო გურაშვილი სიღნაღის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანა. თუმცა განყოფილებაში მიყვანისას მათი დაკავების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ შეუდგენიათ. სიღნაღის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს სოფელ ნუკრიანში ორი ახალგაზრდა გელა კიკილაშვილი და ფრიდონ გურაშვილი, რომელსაც არ ყავდათ მშობლები, იყვნენ აბსოლუტურად უპატრონოები და შეეცადნენ მაგათგან მიიღოთ აღიარებითი ჩვენება. 18 წლის ფრიდონ გურაშვილმა უკვე პოლიციის განყოფილებაში გაარკვია, რომ მისგან თანასოფლელის ნასყი და ალავერდაშვილის მკვლელობის აღიარებას მოითხოვდნენ. მისი თქმით კი დანაშაულის აღიარებას პოლიციელები როინ მაზიაშვილი და გია ქიტიაშვილი აძალებდნენ. მე ვთქვა რაც არ გავიკეთებიათ, ყოველად ვერ ვიტყვი მეთქი. და დაიხადე ფეხზეო, ფეხზე დაიხადეო. და დავიხადე ფეხზე, შუბში ხელი გამარტყა. ხელი გამარტყა, კრავოძე გადავყავდი. ვინ? როინ მაზიაშვილმა გამარტყა შუბში ხელი. და კრავოძე გადავყავდი და ამ ქიტიაშვილმა ფეხების კანზე შამალაგებინა და უხლებზე დამაჭდა. და ამან დუბინკა გამარტყა ერთხელ. მითხრა რომ იკისრებ თუ არაო. მე ვთქვა რაც არ გამიკეთებია, ვერ ვიკისრებ მეთქი. და ისო და ამ გია ქიტიაშვილი უთხრა რომ დაიჭირე კარგათაო და დრო იმით მილტყავდა რა, დრო გამოშვებით. და თან მეუნებოდა იკისრებდა და თან მაგინებდა. პერიოდულად ფრიდონ გურაშვილიდან გადიოდა როინ მაზიაშვილი, ანებებდა თავს, გადიოდა რამოდენიმე წუთით და შედიოდა გელა კიკილაშვილთან კაბინეტში და ავტომატურად მასაც სისტემატურად ცემდა ხელჯოხით. გამოვიდა და მითხრა რომ შენმა ბიძაშვილმა ყველაფერი აღიარაო, ვალერ გურაშვილმა. შენც უნდა აღიარო. რა აღიარო მე ვთქვა, არაფერი არ ჩამიდენია მეთქი. აბა თუ არ ჩაგიდენია ახლა გაიგებო და დამეწყორ ტყმევა. მუშტით, მუხლით. გავიდა გარეთ. გავიდა მე შემოვიდა კიდე იგივე გააგზელა, ისე დამიწყო ცემა. და ღამის 3 საათამდე გაგზელდა ეს ცემა რა, როინა მაზიაშვილმა ცემა. ღამის 5 საათზე ფრიდონ გურაშვილმა თანასოფლელის მკვლელობა აღიარა. იმან როინმა მითხრა რომ აჰა პასტა ფუცელიო და ეხლა დაიწყებო. რომ სამივე მე ჩემი ძმა, ჩემი მამიშვილი გავედითო სახელდანაო და მე ეკლესიასთან დამაყენესო. თვითონ შევიდნენო და ჯერ დაუძახეს, ორჯერ დაუძახესო. ნასყიდაძეო და მერეო იმას აქნესო. ჩვენებაში, რომელიც მისი თქმით პოლიციელების კარნახით დაწერა, მკვლელობაში თანამონაწილეებად საკუთარი ძმა, გიორგი გურაშვილი და მამიდაშვილი, გელა კიკილაშვილი დაასახელა. სირბილით მოვიდნენ ჩემთანავ და მე რო უთხარი კი რა მოგიგდო, თუ გავიქცეთ და გამოიქეცით. მკვლელობის აღიარების შემდეგ გურაშვილმა ღამე როინ მაზიაშვილის სამუშაო ოთახში გაატარა. რო გამიყვანა მე რა აქეთო ხარი მარცხენა ხელზე დამადო ხელბორკილი და ფანჯრაზე რუჩკაზე და მიაბა ეს ხელბორკილი. და იმ ფანჯრაზე ჩამოვჯექი, მითხრა რომ აქ იყავი. თვითონ გავიდა 1-5 წუთში ისევ შემოვიდა და დაწვა მე დივანივით იდგა რაღაცა, დაწვა იქა და დაიძინა. დაკავებიდან მეორე დღეს კიკილაშვილს ცოლმა და სიდედრმა პოლიციაში მიაკითხა. ის როინ მაზიაშვილის კაბინეტში ნახეს. რო ჩავედით მე და ანა ჩავედით მილიციაში, რომ გვენახა რომ რაში იყო საქმე, რისთვის დაიჭირეს და რომ მივედით როინი და ის იყვნენ ოთახში და რა ვიცი დაკითხვაზე ყავდა. და ესე თავი ქონდა გელას ჩაღუნული. და თავი რო ასწია ეს თვალი ქონდა მთლად დალურჯებული და ანა მუთხრა რა არისო ცემეთო რა სამობო რა სადარინა ცემიო აბა შეეკითხეო მიდი აბა გელო ხელი დამიდვია შენთო და არა და თვალი ჩალურჯებული ქონდა მთლად ოსახს დაწთლებული ქონდა არც კი მომხედა გელამ გვერდზე და მე უთხარი რომ რა არის მეთქი კაი ნაცემი ჩანხარ მეთქი და როინმა მითხრა რომ გადიახლა გარეთო ეჭვმიტანილების ბებიას ლუიზა გურაშვილს კი სოფელ ტიბაანში სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილემ სანდრო იაკობაშვილმა ჩააკითხა და პოლიციის განყოფილებაში წამოიყვანა. თან გზაში შეატყობინა, რომ მისი შვილიშვილები დაკავებულები იყვნენ. აიო თქვენმა შვილიშვილმა აი იმ დანებითაო დანებისა ნახაზი იყო. ამ დანებითაო მოკლეს
ალავერდაშვილი ნასყიდაო რა მეთქვი ვინ ჩემო შვილიშვილები მოკლე მეთქვი თქვენ ებსალაპარაკო დაუმტკიცებთ მაგასა მეთქვი უთხარდა კიო დავამტკიცებთ აი იმ დანებითაო წამოსულან ტიბანი მაღაზიაში უყიდინიათ ეს ოროლი დანა აუტანია და მაგიდაზე დამახვედრე ლუიზა გურაშვილს პოლიციის განყოფილებაში უფროსის მოადგილე თემურ ქუსიკაშვილიც გაესაუბრა შენ იცი რა გითხრაო ქუსიკაშვილი თემუმებნება ფეხის წვერებით რომ მაღლა ჭერზე დაკიდებო აი მაშინ იკისრებ ალავერდაშვილი ნასყი და მოკლე შენმა შვილიშვილებმა თუ არა იმ დროისთვის როდესაც ლუიზა გურაშვილი შვილიშვილების უდანაშაულობას ამტკიცებდა გელა კიკილაშვილი უკვე პოლიციის უფროსის იოსებ ხოხონიშვილის კაბინეტში იყო ხა ღამის 3 საათზე ჩამიყვანეს რაღაც ოთახში ბორკილით მივიღეს კრაუძე ვიყავი მთელი ღამე იქ დილით ჩამოვიდა ისე როინა მაზიაშვილი საქამრეში ხელი წამოვიდა მითხრა რომ წამოდი ამიყვანეს უფროსთან რომ ამიყვანეს სოსო ხოხონიშვილთან პოლიციის უფროსთან იოსებ ხოხონიშვილის კაბინეტში რომელსაც ტიბანელები ტაშკანად მოიხსენიებენ ფრიდონ გურაშვილიც აიყვანეს წინადღით მიღებული დაზიანებები ეჭვმიტანილს აშკარად ემჩნეოდა უყურებდა ვალერი მოიყავთ ორივე მხრებში ეკავთ ამოიმიანებული დაკიდებულები ამ ბავშვზე პროდუქტად გაყრილი და მოიყავთ მაღლა კიბებს და ფეხებს ძლივღა მოათრევს ვალერი ტუფლები იქონდა ის ტუფლები ჩაცმული კარი იქონა ფლოსტებათა იქონა რომ ქუსლები გასიებული იქონა ეთყობა ვეღარ ჩადგა ბავშვმა და ფლოსტებათ მიეთირნენ და მაიყვან რო გავიყედ და ბავშვი დავინახე რომ ტუფლები მოთრეული იქონა ფლოსტებათ მე ვთქვი რომ ვაიმე ვალერი რა ძალიან დამუშავებული ხარ შვილო მე ვთქვი და ერთი ასეთ თვალებით მომაბღურიალა ქუსკაშვილმა თემუმა და ენა ჩაიგდე მანდაო გავჩუნდი მე და შეიყვანე უფროსთან ტაშკანეთთან შეიყვანე უფროსმა მითხრა რომ ნაცემი ხარო რო შევედით ეს სოსო ხოხონიშვილი იჯდა და ისა გუსკაშვილი თემურ გუსკაშვილი ნაცემი ხარო და მე უთხრა რა მეთქი ო და მო რა დედი ხარ მაგრო და მე უთხრა რომ შემცირდება ხოლმე მე თვითონ ეგრე ვიცი მეთქი ფეხები მდგება მეთქი და იმის გულზე კარგი მაშინა აბა და დაუჯექი და აბა როგორ იყო რანაირათო ისაო რაც დამაწეინა იმან ის მოუყეცი იოსებ ხოხონიშვილის წინაშე გურაშვილმა ღამით დაწერილი ჩვენება დაადასტურა კიბებზე რო აყავდათ მაშინ მითხრა რომ იცოდე უფროსთან საერთოდ ხმა არ მაიღო რომ ანაქცემეთ და რაღაცაო თორნო ეს ცემა არ იქნება ძალსადარბით გაგიერთიანებთ რომ ჩამოგიყვანთ თაბლა კი თავის სამუშაო მაგიდა იყო და შემაძურნა ქვე შესაძლოა იქონდა და იქ შემაძურნა ამოიყვანა ფრიდონი გურაშვილი ოღონდ ვერ დავენახე ვინ ამოიყვანა უთხრეს რომ აბა მოიყეცი როგორ იყო და იმან კი უთხრა რომ როგორ იყო და მე ხითან ველოდებოდიო და ჩემი ძმა და გელაო გამოვიდნენ სისხლიანებიო წყალზე ხელები დაიბანეზო გელა დანასაი ეცხავდაო შარვალზე ხელი ჩამოისო რომ სისხლიანი იყო და წამოვიდით პოლიციის უფროსმა სინაღის რაიონის პოლიციის უფროსმა იოსებ ხოხონიშვილმა შეადრუნა მაგიდის ქვეშ აიძულა რომ შესულიყო მაგიდის ქვეშ დაიბარა ფრიდონ გურაშვილი ისე რომ გურაშვილს არ დაენახა გელა კიკილაშვილი ჩაკეტილი ყავდა მაგიდის ქვეშ დამალულად შემოიყვანა და ფრიდონ გურაშვილს გაამეორებინა ტყუილად აღიარებული ჩვენება გურაშვილის აღიარების შემდეგ გელა კიკილაშვილის დაკითხვა გაგრძელდა თუმცა მან მკვლელობის აღიარებაზე უარი განაცხადა რასაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა მისი თქმით ცემა ხოხონიშვილმა გააგრძელა კაი მაშინ უნდა ცემა ხოხონიშვილმა აი როგორ ცემა ამაში დამარტყა გავითიშე და რომ დევეც დაბლა მე არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი რომ ავდექი მე კითხულობდა ქუსკაშვილი გაზეთს და აჭკე მოიხსნა გეებრად და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა შემაგინე და მოვიდა და ბეჭებში დამარტყა და გავითიშე ამიყვანეს მე უთხრა იმას როინას რომ მაზიაშვილს რომ წაიყვანეთ პოლიციის უფროსთან გასაუბრების შემდეგ ფრიდონ გურაშვილი სიღნაღის პროკურატურაში გადაიყვანეს თან დააიმედეს შემხოლოდ მოწმე იქნები პასუხს ერთხელ უკვე ნასამართლევი კიკილაშვილი აგებსო უფროსმა მითხრა რომ ეხლა ყველაფერი იცის უკვე პროკურატურაშიო გამამძიებელმა ყველაფერი იცისო და ეხლა ჩახვალ შენ იქაო და რაცაო მე მამიყეციო და რაცაო დაწერილი გაქვს იმასაო მოუყვები შენაო იმ გამამძიებელსაო და იქიდან გაგიშვებს მე სახშიო 16 დეკემბერს ფრიდონ გურაშვილი ჩასვეს მანქანაში და ჩაიყვანეს სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში და გზაში მას დაიმუქრა პირადად სანდრო იაკობიშვილი
რომ შენიო ცემა მოგონილი იქნებაო თუ შენ პროკურატურაში იმას იტყვიო რომ შენ ნაწამები და ნაცემი ხარო. ის რაც გცემეთ ის მოგონება იქნებაო, ამაღა მაინც ჩვენთან დარჩები და სულ ერთიაო რომ ძვლებში დაგამტრევთან. აღნიშნულის შემდეგ ფრიდონ გურაშვილმა შიშის გამო ვინაიდან გვერდზე ახლდნენ მათ პოლიციის თანამშრომლები პროკურატურაში ვერ განაცხადა შიშის გამო რომ ის იგი იყო ნაცემი და ნაწამები. სანდრო იაკობიშვილი დარჩა ჩემთან. ну ისევ რა ვქნა იცოდეო სანდრო იაკობიშვილი მეუბნებოდა მანქანაში რომ იცოდეო როგორცო და წელი გააქო და ეხლა უფროს როგორც მოუყეციო იგივე თქვიო თორნო ბიჭებიო დამუქრებულები არიან რომ როგორც რაღაცა პატარა სიტყვა გადააკეთებს იცოდეო წუხანდელი ცემა არაფერი არ იქნება მე ვიცი რომ ნაცემი ხარ შენაო. პროკურატურაში გურაშვილის დაკითხვას მისი ბებიაც ესწრებოდა. რო გაიხადა პროკურორმა დაინახა და გაგიჟდა რომ ვინ აქცემაო ბიჭო მართლა ნაცემი ხარ და მართლა ნაცემი ვარ. დასიებული იქონა და დამსკდარი იქონა დუბინკისგან და სისხლიანი იქონა ფეხები ბავშვს. მიუხედავად იმისა რომ სინაღის პოლიციას ქონდა ფრიდონ გურაშვილის აღიარებითი ახსნა განმარტება, ფრიდონ გურაშვილს აშკარად ეთყობოდა რომ იყო სასტიკად ნაცემი, იგი ვერ იდგა ფეხზე და პროკურატურას ხელთ ქონდა მისი აღიარებითი ჩვენება. პროკურატურამ, სინაღის სამეფო პროკურატურამ იგი დაუყოვნებლივ გაანთავისუფლა და არ გაიზიარა პოლიციის მიერ მიწოდებული ახსნა განმარტება. იმავე საღამოს ეჭმიტანილი გურაშვილი პროკურორმა დავით კოჭელმაზაშვილმა გაათავისუფლა. თუმცა პროკურორი მხოლოდ ეჭმიტანილის გათავისუფლებით შემოიფარგლა. თუ ვინდა რატომ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები დაკავებულს, იმ ეტაპზე არავის გაურკვევია. გათავისუფლებულ გურაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. სახლში მის დასაბრუნებლად ბებიას მათი ნათესავი, ქრისტინე გურაშვილიც გაჰყვა. ფეხები ვეღარ აიდგამდა. ფეხებშიც კი იყო ნაცემი. ეთყობოდა რა ფეხები რატო ვერ აიდგამდა? ფეხებშიც კი ნაცემი იყო, ფეხებს ვერ ადგამდა ბავშვი. ისე ვყავდით მხარში ისე ამოვისვით რომ კინაღებს დაკვირდებოდა ისე უნდა მიგვანა მანქანამდე. აღარ აი წასული იყო ხელი და ყმაწული იყო. ეგრე როგორც ჩემს ოხარებმა იმათა და როგორ ბეგვეს. თლად გათეებული იყო ყმაწული. თაი არაფრის აღარ ექონდა რომ თვითონ შეიძლებოდა და მანქანამდე თვითონ მოსულიყო. გურაშვილის გათავისუფლების ამბავი პოლიციელებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა და მათ ეჭმიტანილის უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. სიგნალიდან დაუბრუნდი იქიდან ეს ტაშკანა მანქანით გამომეკიდა, რო დამინახა რომ მანქანით ვიყავი და წამოელი ტაქსზე დავჯექი და წამოვედი. უკან გამომეკიდა და ამ ბიჭ უთხარ რომ ცოტა ჩქარა წადი მეთქი რომ ეს ბავშვი უნდა დავმალო რომ არავინ არ წამაიყვანო კიდე ნაცემ ნაბეგვიმეთ. როგორც მედი მთელი უბნი ბიჭები იყვნენ ეს მთელი ჩვენი უბანი სვაკ იყო. ჩვენ სახლში იყვნენ ჩვენი ნათესაობა რამე და მე უთხარ ჩქარო ბიჭებო არ ვიცი მიშველეთ რამე ვალერი იგრე უნდა წაიყვანონ მე. დავიწყდით ხმით ღრიალ და ამ ბიჭებმა მოწმეები არიანო ხელში აიყვანე ბავშვტარები თავები არ აიყვანა. აიყვანე ხელხელთა და სახლუკან გაიყვანე ამათა დააწვინე ტრიებკასა. ფრიდონ გურაშვილისაგან განსხვავებით გელა კიკილაშვილი დაკავებიდან მეორე დღეს არ გაუთავისუფლებიათ. მისი თქმით ზეწოლა კვლავ გრძელდებოდა. პროკურატურაში ჩამიყვანეს, პროკურატურაში ვიყავი საღამო შუადღით ჩამიყვანეს, ახლა საათი ზუსტად არ მახსოვს. ალბათ 12 პირველი იქნებოდა. და დილის 6-ის ნახევარი იყო თუ 6, აი მიახლოებით, იმიტომ რომ ვკითხე და ზუსტად აღარ მახსოვს საათი ვკითხე და ამომიყვანეს მაშინ კამერაში. და მითხრეს რომ 48 საათ პროკურორი გაძლევსო და 24 საათო მოსამართლე გიმატებს. კამერაში მოდიოდა მე სანდრო იაკობიშვილი მაგინებდა აი რო იტყვიან მაბრაზებდა რა 20-დან უადომდე გაქო მოსჯილიო 3 თვიანს გაგიშვებთო და მე გამოვიძებთო და ყველაფერსაო გაგიმტკიცებთო ყველაფერი მტკიცებულებები უკვე ამოღებული გვაქვს. კიკილაშვილის თქმით მან პროკურორს მამიდაშვილის მიერ მკვლელობის აღიარების ნამდვილი მიზეზი გაანდო. მითხრა რომ რა ისა აქო რომ გადგება პირზეო აი ბიძაშვილები არა ხართო და აი რა ისა აქო რაღაცა ჯიბრი აქო რაღაცა დაშაებული ყველაფერი აქო და არამედ პროკურორს უთხარი მე უთხარი მე მესმოდა მეთქი ამის ცემა მეთქი ეს ბავშვი პირველად არის მე ახლა პოლიციაში რაც მეთქი ავი პოლიციაში ერთხელ მოხვდი და იმის შემდეგ მეთქი სულ რავი აი რამდენი რაღაცა მოხდება იმდენი ამოვყავა რა ესე მცემენ გამიშვებენ მცემენ გელას ბებიას პოლიციაში მის ადგილსამყოფელს არ უმხელდნენ. ვალერა დავმალეები. წავედი მე გელაეთან. გელაეთან ავედი იქ ვიკითხე რომ გელა კიკილაშვილი აქ არის თუ წაიყვანე მეთქი და არაო აქ აღარ არისო. გელა კიკილაშვილი კამერაში იყო. ვიფიქრე ბავშვი ან შეერი არ იყო მეთქი მივიდე ერთი მივაკეთო. თამდრე გელა კიკილაშვილმა რომ ჩემი ხმა გაიგო იქიდან გამომეძრახა ბაბო დიდი ხმით დამიძახა და გელა მანდახარ მეთქი და აქ ვარ ბაბო არ მიშვებენ მე. არ გიშვებენ კი არა, გამოგიშვებენ კი არა შეიხვეწებიან მე. რაგინა რა მოგიტანო ეხლა ერთი მითხარ რომ მე თბილისში მივდივარ შულე საჩივარი
შენი ახლა იქ უნდა შევიტანო. დაკავებიდან მეორე დღეს 19 სექტემბერს პოლიციელებმა მუღრაშვილმა და ქიტიაშვილმა ეჭვმიტანილი გაურკვეველი მიზეზით სიღნაღიდან გურჯაანის განყოფილებაში გადაიყვანეს. გურჯაანის პოლიციაში 3 საათიანი პატიმრობის შემდეგ ისევ სიღნაღში დააბრუნეს და იმავე საღამოს სახლში გაუშვეს. გელა კიკილაშვილი დაკავების დღიდან 14 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე იყო უკანონოდ დაკავებული და იყოფებოდა უკანონო პატიმრად. სიღნაღის რაიონულ პოლიციაში. რომ მოვიდა ძალიან ნაცები იყო, ყველაფერი ტკივა, ოწყელი, ყველაფერი ისეთი ქონდა დაჟეჟილი. ცუდად გახდა მე ცხებიც აქონდა. გელა ნაცემი იყო ისეთი რომ მაგარი ნაცემი იყო, აი ეს თვალი ჩაშეებული იქონდა, ეს რავი დასინიაკებული იქონა, ხორცზეც ეტყობოდა და ფეხზეც ეტყობოდა, მარჯვენა ფეხზეც დალურჯებული იქონდა. მე მითხრა ბაბო, პირველი დამარტყა ტაშკანამა, პოლიციის უფროსმა რო გამოვიდა და დამარტყა იმ წუთში გავითიშები. პოლიციაში მიღებული დაზიანებებით ბებიამ გურაშვილი და კიკილაშვილი თბილისში ჩამოიყვანა. დასახმარებლად მათ არასამთავრობო ორგანიზაცია ემპათიას მიმართეს. ემპათიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ფსიქიატრ გიორგი ბერულავას თქმით, მათ ორგანიზაციას ყოველწლიურად დაახლოებით 600-მდე მოქალაქე აკითხავს, რომელთა თქმით დაზიანებები ძალოვან უწყებებში მიიღეს. ეს არის აისბერგის ხილული ნაწილი. შემიძლია დაახლოებით რა პროცენტი მოგმართთ? ჩემთვის ძნელია ლაპარაკი პროცენტაჟებზე, მე გეუბნებით, რომ ეს არის აისბერგის ხილული ნაწილი. მე აქ ლაპარაკობ როგორც წამებაზე, ისე არახუმანურ მოყრობაზე. ჩატარებულმა ექსპერტიზამ კიკილაშვილსა და გურაშვილზე ფიზიკური ძალადობა დაადასტურა. ჯერ საწყის ეტაპზე იდენტიფიცირებულები იყვნენ როგორც წამების მსხვერპლები, ჩატარდა მათთვის შესაბამისი დიაგნოსტიკური დიაგნოსტიკური ღონისძიებები, ეს იქნებოდა გამოკვლევები თუ კონსულტაციები თუ ფსიქოლოგიური ტესტირება და სხვა აგრეთვე ღონისძიებები, რის შემდეგაც დადგენილი იქნა გარკვეული პათოლოგიების არსებობა, დაწყებული იქნა მათი მკურნალობა რეაბილიტაციის კურსის ჩატარება და დღემდეც მიმდინარეობს ეს მკურნალობა რეაბილიტაციის კურსი. ამბავი, რომელიც ფრიდონ გურაშვილს პოლიციაში გადახდა, გაზეთმა ახალმა თაობამ დაბეჭდა. გენერალურ პროკურატურაში სტატიის პოლიციაში უპატრონობის 8 საათის წემდენ გამოქვეყნების შემდეგ პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციის უფროსი იოსებ ხოხონიშვილი და მისი მოადგილეები ქუსიკაშვილი და იაკობიშვილი მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხნენ. თელავის საოლქო პროკურატურა ყველანაირად შეიცავდა, რომ ჩაიფარცხა ეს საქმე და მთავარი დანაშაულის ორგანიზატორი იოსებ ხოხონიშვილი, რომელმაც უკანონოდ ბრძანება გასცა, რომ დაეკავებინათ აღნიშნული პირები, დღემდე არის მოწმედ გამოძახებული, დღემდე არის მოწმედ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, იგი არ არის პასუხისმგებაში მიცემული არც ერთი სამიდან არც ერთი ხელმძღვანელი. უფრო მეტიც, იოსებ ხოხონიშვილი კახეთის რეგიონალური კრიმინალური სამმართველოს უფროსად დაინიშნა. გამოძიებამ პოლიციის ინსპექტორებს როინ მაზიაშვილს, ხუჩა ტუხაშვილს, გია ქიტიაშვილს და ზაურ მუღრაშვილს უკანონო დაკავებისა და ჩვენების იძულებით მიცემის ბრალდება წაუყენა. მიუხედავად ადვოკატი სოსო ხატიაშვილის მცდელობისა, საბრალდებო დასკვნაში დაკავებულების ცემის ფაქტი არ დაფიქსირდა. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 75 მოხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას 1-დან 3 წლამდე და იყო ჩვენების იძულება, მოწმის ან დაზარალებულის ჩვენების იძულება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვითხოვდით, რომ საქმე გადაკვალიფიცირებულიყო მეორე ნაწილზე, რაც წარმოადგენდა დაზარალებულის ცემა წამებას, იყო ძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას 4-დან 8 წლამდე. მიუხედავად ჩვენი შუამდგომარეობისა და საჩვირებისა, კახეთის საოლქო პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. საქმის სასამართლო განხილვა 2005 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებისა და ჩვენების გამოძალვაში ეჭვმიტანილ პოლიციელებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა. ისინი 2000 ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პასუხისგებაში მიცემულმა 4-ვე პოლიციელმა სასამართლო პროცესზე უარყო კიკილაშვილისა და გურაშვილის დაკავებისა და ცემის ფაქტი. ეთანხმებით ამ ბრალდებას? არც ერთ ბრალდებას არ. აბა რა ხდა, რა მოხდა? როგორ დავეთანხმო? მე საერთოდ ახსნა განმარტება არ ჩაუმირთმევია. ჩემი ხელმოწერა იქ არ არის და როგორ უნდა დავეთანხმო? აბა რა მოხდა რეალურად? რა ვიცი რა მოხდა. მე არაფერს აზრი არ აქვს. მე რა ჩვენი ბომა აქცემილი. დაკავებულები თქვენ არ გიცემიათ? რაც ცემა რის ცემა მინ დააკავა. პროკურატურამ დააკავა მე რა შემოში. არა, მოვისმენავთ და გაიგებთ. არა, მე კი მოვისმენ იქ, მაგრამ თქვენი კომენტარი მაინტერესებს. მე კომენტარი არა. იქნებ მაინც მოვიფიქროთ კომენტარი. კარგი, თქვენი სახელი და გვარი მითხრეთ რა. ქიტიაშვილი თქვენ ვწოდებთ?
ხვიჩა ტუხაშვილი. და აი ესეთი ფაქტი არ მოხდა რა. და ხომ დააკავეთ ეს დაზარალებულები. არ დაგიკავებიათ საერთოდ? არანაირ ჩემას არ ქონია. სასამართლომ პროცესზე მოწმის სახით პოლიციის უფროსი იოსებ ხოხონიშვილიც გამოიძახა. მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ისაო მოწმის სახით არის დაბადებულიო და რავი თუ მოვიდა თუ არა მე ჩვენი ძვლივით მოიყვანთ და მე ვუთხარ როგორი მოწმის სახით არის ბრალდებული ის არის პირველი და მოწმის სახით ეწერია მეთქვი. იცი რა არის? აკრომის სასამართლო ახალგაზრდა. იქაო სასამართლოზე დაეშველება მოსაწოდებს იგებია. ხოხონიშვილმა ეჭვმიტანილების დაკავების ფაქტი საერთოდ უარყო. იქნებოდა საათის სადღაც 11 შეიძლება წუთებით მეტი ან ნაკლები, როდესაც მომახსენა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომ ესა კიკილაშვილი და იმისი ბიძაშვილი ორნი მოვიდნენ პოლიციაშიო. ხოხონიშვილის თქმით, გურაშვილმა მკვლელობა ნებაყოფლობით აღიარა და ისინი პოლიციაში არავის უცემია. აი ამ საუბრის შედეგად მივედით იქამდე, რომ თავისით ნახდათ ქულწრფელი აღიარება დაიწყო ამ პიროვნებამ, რომ აი ამა და ამ ადგილზე ჩემმა ძმამ და ჩემმა, რა ქვია, ბიძაშვილმა წამიყვანეს ღამე, ჯერ იქ ჩვენებაში არის აღწერილი, ჩურჩული გავიგეო, მერეო მე წამიყვანესო, ჯერ არ უნდა წავიყვანე, მე წამიყვანესო, დამაყენეს ერთ კონკრეტულ ადგილზეო, შევიდნენ მე იმ ნასყიდალავერდაშვილის ბინაშიო, იყვნენ გარკვეული პერიოდიო, ზუსტად აღარ მახსოვს წუთები და წამები. 5 ჯერ დაუსვი შეკითხვა ერთი და იგივე, ეს რასაც შენ მე მეუნები, მართალს მეუნები თუ არა მეტი. ეგ კი არა, შეიძლება ყირიბად არც იყოს საინტერესო თქვენთვის, მაგრამ ჩემი მოადგილე ხუსკაშვილი თემური გაბრაზდა კიდეც. ნერვებიც მოერია, რამდენჯერ უნდა უთხრა, რომ მართალს იძახი თუ არა, ახლა ნათქვამი ჩვენება გინდაო, რომ გადაათქმევინო. კიკილაშვილმა წინა პროცესზე განაცხადა, რომ თქვენ აი პირადად თქვენს ცემეთ. ეს ისეთივე დიდი სიმართლეა, როგორც თქვენ ჩემი თავინაცემი გქონთ. მე მორწმუნე კაცი ვარ. ღვთისმადლი დავდივარ ქვეყანაზე და ღმერთის წინაშე ალბათ საათობით მუხლის ჩოქებზე მიწევს დგომა. აი ღმერთმა განსაჯოს ჩვენ შორის მტუანი რა. ვინც ცემა აბა? აბსოლუტურად პოლიციაში თითი არავის დაუგარებია მაგისთვის. დაუძახე საფრთხეო ცალკე თანამშრომლებს და უთხარი რომელიმეს მართლა მიხარვა ხო არა გაქვთ თუ რაღაცა ესეთია თქო და მითხარით მეთქი. მე მწამს ჩემი თანამშრომლებისა ერთი რამისა. შვილები რო დამიფიცეს ფიციფიცათ, მაგრამ დედა შემერთოს ცოლა თუ თითი მქონდეს დადებული, მაგაზე ცოტა უკაცრავად მაპატიოს ყველამ და ასეთ დაფიცების შემდეგ იმან ვიღაც კიკილაკ შვილის გულისთვის დაიფიცოს თანაც მაშინ, როდესაც ჯერ ძიება არ იყო დაწყებული უკაცრავად. პროცესზე კიკილაშვილმა პოლიციის უფროსი ცემაში ღიად დაადანაშაულა. მე მახსოვდა იქ დასავლეთში და რამდენიმე ხოლა უსულაურებს. მაშინ მოახსენე სასამართლოს აი ხოხონიშვილი როდის შეხვდა და რა გააკეთა. ხოხონიშვილი შეხვდა რომ დამიჭირეს აი მეორე დღეს. შემოძუნა მაგიდის ქვეშ ვალერი შემოიყვანეს ფრიდონი გურაშვილი. შემოიყვანეს და დაიწყო ვალერამ რომ ესე იყო რაღაცა და ორი სიტყვა თქვენს მეტი არა და უთხრეს რომ გაიყვანება. ხონიშვილი უთხრა გაიყვანება და გამოვიდა მე დამყარა. მე გაზეთი ეჭერა იმას გადაგაყარე ლექსები თუ მაგალითად მოიყვინეთ საწოდაი კაცენდა სხვა არ არის მოიყვინეთ შენ ნუ გამატანი იმას ან ამასან ცუდი სიზმარი აქვს ნანახი არ კიდე საკარგია საკითხული ეს სიზმრობები ეს საწოდაი ესა ეხლა თქვენ მგზავნით რომ ისო სხვას გავატანეთ თვითონ ხოხონიშვილმა ცემათ თუ არა წინაზე საკმეზე მაგისტრში გამაზრდა და რა დაგა მუშტე თვითონ პირა და ვინ ესწრებოდა ქუსიკაშვილი თემო აჭები მოიხსნა გაზეთზე თოლობდა და ქუსიკაშვილი დამარცხდა ურჩი ვინ კითხულობდა გაზეთს ქუსიკაშვილი თემო აჭები მოიხსნა დაგწოცენ ორი უცენდა თუ ჯერ ხოხონიშვილმა ცემა და მე ქუსიკაშვილმა სად ცენდა და რას გითხრა ეჭებს ბიჭო ერთად დაგაკავდა შეიძლება კვადრატზე მოგიფარებო სისულელია ეს ყველაფერი. ეს არის საზღვრობა და ცილის წამების მეტი არაფერი. უკაცრავად. ოდის. ოდის. ჩემ მოედა გესენილი წავეცა.
კოლეგების მსგავსად დაზარალებულების დაკავება და ცემა უარყო თემურ ქუსიკაშვილმაც, რომელიც პროცესზე მოწმის სახით გამოდიოდა. აუში კამერას ეჭმიტანილების დაკავების და ცემის ფაქტი უარყო ალექსანდრე იაკობიშვილმაც. იაკობიშვილი ალექსანდრეს ძე. აბა, გილაშვილი, ასე კიდე ახლა სასამართლოს მოახსენეთ. იაკობიშვილმა მოგაყენა თორა რაიმეს შეურაცხყოფა პოლიციაში. როდის? რო დამიჯერეს მეორე დღეს. სად? კაბე რაღაცა ის ოთახი წავწერა. შვინის წრედა. როინ მაზიაშვილი. კონკრეტულად რა გააკეთა იაკობიშვილი? მაგი დაიწყო და დამატყლა გადავწყვიტე. უკანან ბადაგა ხოსენ. ბადაგა. აბა ბადაგა. შევი მოშტი რა. ერთხელ ცემა. რა ვიცი აღარ მახსოვს. ერთხელ რაც ცოტა სრული აბსურდი არის, რასაც ესე მოდიარებს რა. უბრალოდ მე ეხლა არა ვღელდები, იმიტომ რომ ვიცი სადავარ და როგორ ვარ, მაგრამ ვერც უნდა შეხედო რა. საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში გამართულ ერთ-ერთ პროცესზე დაზარალებულმა ფრიდონ გურაშვილმა ცემის გარდა მასზე ფსიქოლოგიური წნეხის შესახებაც ისაუბრა. ისო ეხლა ისეთ წამას დაგალეინებ. თუ ისო რა ქონ გაკეთებული რაცა გაქვს ცხოვრებაში და რა გაკეთებულიო, ყველაფერსაო აღიარებო და დაგაწინებ ყველაფერსაო. შემეშინდა მეთქი რა ყვილად არაფერი დაგაწინებ მეთქი და მე უთხარი კი რასაც მეტრით იმას დავწერო, ოღონდ ეგ წამალი არ დამალეინებ. აი დაიცედება იმას ახლა ის ვიხსნი და მე შემოვიდა ხუჩატუხაშვილი. ხუჩატუხაშვილი დამიჭირა როინი მიხსნი და ის. ვოტვითუნა შეესხა და მე უთხარ რომ კარტი მეთქი არაფერი ოღონდ არ დამალეინოთ ეგ მეთქი და რასაც მეტრით იმას დავწერე. მე რომ იმას ახლა როინმა გამარტყა მუცელში. და რომ მოიკვანტე ეგრე ხუჩატუხაშვილმა ეს ხელი მომხრი ისე. და მე ბეჭებში ჩამარტყა იგი როინმაზია. იმას ახლა მე მომცეს პასტა ფუცელი მომცეს და მithres რომ დაწერე ახლა რასაც გე. დავადასტუროთ ის ფაქტი, ახლა ცნობ თუ არა გასაშერებს, ვინ არის რა. ეს როინმაზიაშვილია ხუჩატუხაშვილი. ეს არის როინმაზიაშვილი. ხუჩატუხაშვილი. ეს შემდეგი გიაკიტიაშვილი და საურმოგურაშვილი. ერთმა მე მინდა სასამართლოს განმარტო და კონკრეტულად როინ მაზიაშვილმა რა გააკეთა. როინ მაზიაშვილმა გააკეთა დუბინგი თუცემ და წამალი გამოსცეს. წამარს მალე იმ რამე მოიტანა მოგქონდა და კი ბოთლი უკვე პლასმასის ბოთლები იყო პატარა. ეგ ბოთლი იყო და აი ხელი კაფსულა იყო კი ნახევარ წითელი იყო და ნახევარ თეთრი. ისე ხონილი იყო. ხელი ჩაყარეს ბოთლში. აი ეს შემდეგი დასაკეთე. გაგარტყა დუბლინგა გაგარტყა შემესა. ოკეი. აი შემდეგმა რა დაადა. ხუჩატუხაშვილმა მიჭერავდა ხუჩატუხაშვილი. მიჭერდა. მიჭერდა როდესაც წამალს გააკეთა. და მუცელში რომ გამარტყა როინმაზიაშვილმა ხუჩატუხაშვილმა ეგრე კისერზე მოვდახა. და ეგრე როინმაზიაშვილმა ბეჭებში ჩამარტყა. აი შემდეგი იაკიტიაშვილი როინი დუბინგით რომ ცემ და მუხლებზე მეჯდა იაკიტიაშვილი. და ხელებს მიჭერდა ეს. შენი ერთხელ წამეს მაგრამ და ის იყო კიდე მეორე დღით კაბინეტში პისტოლეტის კონდა ხჭამარტა გიაკიტიაშვილი. ასევე სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ მაშინ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სიღნაღის რაიონულ პოლიციას სამძებრო მოქმედებების ჩატარების უფლება არ ჰქონდა. მკვლელობის ფაქტის შემდეგ მაშინდელი კანონმდებლობით მკვლელობის ფაქტს იძიებდა პროკურატურა. და როგორც პოლიციის უფროსმა იოსებ ხოხონიშვილმა თვითონვე განაცხადა და აღიარა, რომ მას პროკურორისგანაც განონძიებლისგან პროკურატურის განონძიებლისგან არანაირი ზეპირი არც წერილობითი დავალება არ მიუღია
რომ აღნიშნულ პროკურატურის ქვემდებარე საქმეზე ეწარმოებინა საგამოძიებო მოქმედებები. მკვლელობის საქმე. წარმოებაში ვის ხონდა? წარმოებაში? მაშინ მოგეხსენებათ თუ არ ვწდები გონი ლაზარიაშვილი ნუგზარი. კი, მაშინ ძიებდა პროკურატურა იძებდა მაშინ მკვლელობებს. ყველა ხომ აქვს წერილობით ან ფინანსით დავალება პროკურატურიდან, აი ამ პროკურატურის საქმეზე გიმუშავოთ. აი რატო ხდებოდა რომ თანამშრომლები მიდიოდნენ სტატისტიკებიდან განმარტებებს სხვადასხვა პირებისგან დავალება ხომ არა. კიკილაშვილის და გურაშვილის სარჩელის განხილვა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში დაახლოებით 3 წელიწადს გაგრძელდა. გელა კიკილაშვილმა, რომელიც პოლიციის უფროს ცემაში ამხელდა, ცოლი და არასრულწლოვანი შვილი სოფელში დატოვა და თბილისში გადმოსახლდა. იმიტომ რომ რამდენ ხვდებოდნენ გელაი ემუქრებოდნენ. წითელწყაროი წაიყვანე, რა ვიცი, მიქ შეხვედრა ექონა რაღაცა ტაშკანეთანა რომ უნდა საჩივარი გემეეტანა. სასაფლაოებზე წაიყვანე ნაძალადევათა რომ დასყედითო ვალერი ეს წაიყვანე თუ გამაიტან თუ არ და იცოდეო რომ დაგხოცა მთიარაღი აქ აგვაკო. თან იარაღით ემუქრებოდა. ირად ხოხონიშვილი შემხვდა სიღნაღის ტურბაზასთან, ამბირანის ძეხთან. ჩამიშვა მანქანაში და მითხრა თუ გამოიტან თუ არ და დღეს იქნება თვალე იქნებაო, მაინც არ გაგახარებო. თუ სულ ვერაფერიო, მაინც გაგიჩალიჩებო. ერთხელ წითელწყაროის წამიყვანეს ხოხონიშვილმა და იაკობიშვილმა სანდრომ. იქ მითხრეს ეგა. ჩაგიდებთ, მაინც გაგიჩალიჩებთ, ხო ჩვენ გადაკიდებასო? ჯობია ორ გამოვიტანო რა საჩივარი. ხოხონიშვილის საქმის გარჩევას მუქარად არ აღიქვამს. დაუძახე მოდი აქ მეთქი, მოვიდა ღიმილით. მე ვხარი ბიჭო. ღმერთისა საერთოდ არ წავს მეთქი. როგორ არ ამწავს? აბა მე ვთარ თუ გწამს. რაღაც ემართლები ამ ბიჭებს. ტყუილად მეთქი, რატო ადებ ხელს რომ ცემეს? ხო, არავის უცემი ხარ მეთქი. გაჩუმდა საერთოდ ხმა არ მოუღია. მე ვთხარი, კარგი და ტყუილ უბრალოდ რომელიმე რო წავიდეს თქო. პასუხისგებაში. არ გეშენია იმესი, თუნდაც მაგათ არაფერი მეთქი. არ იღონო შენდამით არაფერთ გადაგიხადონ ტრობით, ხო ღმერთი მეთქი. გაგაცამტვრებ შესაძოდავში მე. თქვენ ფაქტიურად დაემუქრეთ? არა, რას ლაპარაკობ, როგორ დავემუქრე? რა დამუქრებაზეა საუბარი? იქნებ ეშინია თქვენი. არა, შემოგევლოთ ჩემი თავი და გոր ეკონომამდე 3 წელი გავიდა და ჯერ მაგისთვის არაფერი არ დამიშავებია და რაღა ამას მითქი და თუ არა და რო ეშინოდეს მაშინ ტყუილად კი აღარ დამაბრალებდა. როგორც გაირკვა, კიკილაშვილს არა მარტო პოლიციის უფროსი ემუქრებოდა. ხო, აი გელა რომ გამოუშვეს, მოვიდა ტუხიაშვილი, ხვიჩა და მითხრა რომ საჩივარი გამოიტანეთო თორეო, მერეო მე ვიციო რას ვიზაო, მე ვთხარი რას გააკეთებ მეთქი და აი ჩეჩნებსო მოვაკვლევინებო. და ასე მე გვიან იქნებაო და მე ვთხარი რა ვიცი თუ მეთქი ჩეჩნებით მემუქრები, მე უფრო შენზე კარგად ვიცნობ ალბათ იმ ხარ მეც ხალხი მყავს მეთქი და მე შენ ცოლშვილს მეთქი თუ გელას მოკლავთ, იგრე როგორ იქნება მეთქი რომ ჩვენ ყველა ამოგწყვიტოთ. თქვენი არ ცოლშვილიანად სულ ყველას ამოგხოცავენ მეთქი თუ მასე ჩეჩნებზე წავიდა საქმე. იძულებული ვარ რომ წამოვიდე თბილისში, იმიტომ რომ იქ რო გავჩერდე რაღაცას მაინც იმას მიზავე, აი ან ჩამიდებენ, ან რაღაცა იარაღ ჩამიდებენ, ან წამალ ჩამიდებენ, რაღაც ჩამიდებენ და გამიშვებენ ციხეში. ისევა ჯობია რომ უმუშევარ ვარ თუ მუშაობა მაინც აქვს. 2007 წლის 23 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად ცნო დაზარალებულების უკანონო დაკავებისა და ჩვენების იძულების ფაქტი. ასევე განსასჯელმა უმუღრაშვილმა აღიარა, რომ კიკილაშვილი და გურაშვილი პოლიციის უფროსის დავალებით დააკავა. ჩვენ სასამართლოზე მოვითხოვეთ კერძო დადგენილების გამოტანა 7-ვე მოძალადე პოლიციელებზე, რომლებმაც განახორციელეს ფრიდონ გურაშვილის და გელა კიკილაშვილის წამება. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი შრომდგომლობა და გამოიტანა გაუგონრად კერძო დადგენილება მხოლოდ იმ 4 პოლიციელზე, რომელზეც ისედაც აუზრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რომ დაწყებულიყო მოკვლევა სიღნაღის პროკურატურაში დაზარალებულების წამების ფაქტთან დაკავშირებით. მაგრამ საერთოდ არ მოიხსენია ის 3 მაღალჩინოსანი პოლიციელი, რომლის დასჯასაც ჩვენ ვითხოვდით. მოსამართლე ცისანა სირბილაძემ განსასჯელებს როინ მაზიაშვილს და გია ქიტიაშვილს 6 წლით, ხოლო ზაურ მუღრაშვილს და ხვიჩა ტუხაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა განაჩენის გამოტანას თვით განსასჯელები არ დაესწრნენ. პოლიციელებზე, რომლებიც აქამდე 3 წლის განმავლობაში ყველა პროცესს ესწრებოდნენ, ძებნა გამოცხადდა.
2007 წლის 24 დეკემბერს კი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სადაც დაცვის მხარე პოლიციელების ბრალის დამძიმებას მოითხოვდა, პროკურატურამ განსაჯელებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. მოხდა სრულად გაუგონარი რამ, რაც საქართველოს კანონმდებლობაში ჯერ საერთოდ არ მომხდარა. 4 პოლიციელს ძებნილებს სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ დაუდო საპროცესო გარიგება და 6 წლის თავისუფლების აღკვეთა გაურკვეველი მიზეზების გამო შეუცვალა 5 წლის პირობითი მსჯავრით და დააკისრა დამატების სასჯელის სახით თითო 3000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. არადა გენერალურ პროკურორს პირდაპირ ვალდებულება აქვს აღებული საერთაშორისო ორგანიზაციებთან წამების ფაქტზე დაუშვებელია საპროცესო გარიგების გაფორმება. პოლიციელებმა აღიარეს უკანონო დაკავებისა და ცემის ფაქტი. ამის სანაცვლოდ კი თავისუფლება მიიღეს. ადვოკატი სოსო ხატიაშვილი კი საქმეს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებს. ფრიდონ გურაშვილი და გელა კიკილაშვილი დღემდე წამების საწინააღმდეგო ცენტრ ემპათიაში მკურნალობენ.